სოფლიო კინომუსიკის შედევრები და ცნობილი კომპოზიციები ფილმებიდან საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისთვის მზადება ფინალურ ეტაპზეა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სცენაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები იწყება. მრავალფეროვან პროგრამაში ყველასათვის ნაცნობი კომპოზიციების ახლებური ვერსიებიც არის შეტანილი. დარბაზში დამონტაჟებული იქნება ეკრანიც. 10 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი მაყურებელს ჯამში 7 კონცერტს შესთავაზებს. მეათე წელია მაისის თვეში ამ დარბაზში შემსრულებლები და მაყურებლები მუსიკალურ ფესტივალზე იყრიბებიან. კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გახსნისთვის ემზადებიან. წელსაც ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ქართულ შემსრულებლებს მასპინძლობენ და მსმენელს მათი მოსმენის საშუალებას აძლევენ. ამ ფესტივალს ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, თითქოს უფრო პოპულარული მუსიკა სრულდება. აქ ახლა ჩვენ ვხსნით კინომუსიკის შედევრებით 27 აპრილს კონცერტს და თავისთავად გენიალური მუსიკა, კინომუსიკა იმდენად ბევრი კარგი ნიმუშია და ძალიან პოპულარული, ყველასთვის ნაცნობი. მე მგონი ძალიან სასიამოვნო იქნება, დასაკრავადაც სასიამოვნოა, მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროგრამის შესრულებით. ფესტივალი მსოფლიო კინომუსიკის საღამოთი გაიხსნება. თბილისის სიმფონიურ ორკესტრს უნგრეთიდან მოწვეული დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი უდირიჟორებს. მაესტროსთვის ეს პირველი ვიზიტი საქართველოში არაა, შესაბამისად სიმფონიურ ორკესტრთანაც პირველად არ თანამშრომლობს. საღამოზე ცნობილი კინოფილმების ყველასათვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებენ და მაყურებელსაც დიდ სიამოვნებას პირდებიან. ჩვენ მუსიკოსები ვაცნობიერებთ თუ როგორი მნიშვნელოვანია მუსიკა ფილმისთვის. მაყურებლები ფილმის ნახვისას ემოციებს განიცდიან, მაგრამ ეს ემოციები ხშირად არა ფილმის სიუჟეტის, არამედ მუსიკის გამოა, რადგან ის დაუჯერებელ ეფექტს აძლევს ფილმს. მე-20 საუკუნის პერიოდში ჰოლივუდში იწვევდნენ საუკეთესო მუსიკოსებს, კომპოზიტორებს და ისინი ქმნიდნენ კინომუსიკის მაღალ დონეს. რა თქმა უნდა, ჯონ უილიამსი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი კომპოზიტორი და მან შექმნა მუსიკა ფილმებისთვის, რომელიც ერთდროულად არის როგორც სიხარულის, ასევე სევდის მომგვრელი. მსოფლიო კინომუსიკის შედევრების განსხვავებულ ინტერპრეტაციასთან ერთად მსმენელს საშუალება იქნება სცენაზე დამონტაჟებული ეკრანიდან პარალელურად ნახოს კადრები ფილმიდან, რომლის მუსიკაც სრულდება. მაყურებელს არ ექნება არანაირი ინფორმაცია, რა ფილმი გადის ეკრანზე და რის შესახებაა ფილმში კონკრეტული მომენტი. სიხარულია თუ სიძულვილი აღწერილი. ამას მუსიკით შეიგრძნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი ნაწარმოები ჩემი ორკესტრის მიერაა გაორკესტრებული. ზოგი კი ორიგინალური ვერსიებითაა წარმოდგენილი. ჩვენ ვეცდებით, რომ ამ სცენიდან მათ კინოში მუსიკის მნიშვნელობა ვაჩვენოთ. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი 27 აპრილს გაიხსნება და 7 კონცერტი გაიმართება. 24 და 25 მაისს დასკვნითი საღამოები დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის 90 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მისი ნაწარმოებები შესრულდება.